მოგესალმებით. დღეს თქვენ მიერ მოწოდებულ ძალიან საინტერესო მასალას ჩაუღრმავდებით. ეს არის ლუის კეროლის ალისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყნაში. ოღონდ არა უბრალოდ ტექსტი, ხო? დიახ, არა უბრალოდ ტექსტი. ეს არის 1995 წელს შექმნილი ციფრული ვერსია, რომელიც წარმოიდგინეთ 1865 წლის პირველი გამოცემის ზუსტი ასლია. ანუ ვიზუალურადაც, შრიფტი, განლაგება, ყველაფერი. კი, ყველაფერი. ეს არის პიტერ ზელჩენკოს პროექტი Volume 1 Publishing-ისთვის. მან გამოიყენა, ესე იგი, ორიგინალის სკანირება და ასევე Project Gutenberg-ის ტექსტი. გასაგებია, Project Gutenberg-ი ცნობილია უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა. ზუსტად. და მერე ამას დაემატა Book Virtual-ის ინტერფეისი, რომელიც ფურცლის იმიტაციას აკეთებს ეკრანზე. ჩვენი მიზანი რა არის? გავიგოთ, რა არის განსაკუთრებული და, საინტერესო ამ გამოცდილებაში. ანუ, თავად ამბავი და პლუს მისი ასეთი ფორმა. მართლაც საინტერესოა, იმიტომ რომ აქ აქცენტი კეთდება, როგორც თქვით, ორიგინალური ტიპოგრაფიის, განლაგების სიზუსტეზე. ხო. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ, მსმენელი, უბრალოდ კი არ კითხულობთ ამ ტექსტს, არამედ თითქოს ეხებით ისტორიული არტეფაქტის ციფრულ ანარეკლს. კი ბატონო. და ეს გვაძლევს შანსს დაფიქრდეთ, როგორც ცვლის ეს ფორმა, ეს კონკრეტული სახე შინაარსის აღქმას. მოდი დავიწყოთ მაშინ. ჩავყვეთ ალისას კურდღლის სოროში. ხომ გავსოთ სულ თავიდან ალისას წინდება უსაქმო ძის დასთან ერთად და თავისთვის ფიქრობს. რა დროსაც დას წიგნი უჭირავს ხელში, ხო? დიახ. და ალისა ფიქრობს. რა სარგებლობა მოაქვს წიგნს უსურათებოდ და უსაუბრებოდ? ცოტა ირონიულია, არა? ნამდვილად ირონიულია. იმიტომ რომ ზუსტად ამ გამოცემაში, რომელიც თქვენ გაქვთ, ტენილის კლასიკური ილუსტრაციები ხომ განუყოფელი ნაწილია. ზუსტად ისე, როგორც 1865 წელს ნახავდა პირველი მკითხველი. სწორედ. და მაშინვე ამ ფიქრებში ალისა და უცებ ჩნდება თეთრი კურდღელი. ვარდისფერი თვალებით. დიახ, ჟილეტითა და საათით, რომელიც ცხს რომ ღმერთო დავიგვიანებ. ეს სცენა თავისი აბსურდულობით მგონია კიდევ უფრო მკაფიო ხდება, როცა მას ხედავთ იმ ეპოქის ვიზუალურ სტილში, იმ ილუსტრაციით. ეს თითქოს ხას უსვამს კეროლის სატირას, ვიქტორიანული პუნქტუალობის მიმართ, რომელიც ამ სრულიად ქაოტურ სამყაროში აპირებს შეჭრას თითქოს. გასაგებია. და ალისა, რა თქმა უნდა, ცნობის მოყვარეობამ ძლია და კურდღელს მიხვდება. იწყება ვარდნა. ოღონდ ძალიან ნელი ვარდნა. კი, ძალიან ნელი, თითქმის სიზმრისეული. ასწრებს თაროების დათვალიერებას, რაღაც რუკებს ხედავს, სურათებს, ცარიელი ფორთოღლის მარმელადის ქილასაც კი პოულობს. და საინტერესოა, როგორც ცდილობს ამ დროს სკოლაში ნასწავლი გაკვეთილები გაიხსენოს, დედამიწის ცენტრზე, გრძედებზე, განედებზე, ანტიპათიებზე, როგორც თვითონ ამბობს. დიახ, ანტიპოდების მაგივრად, ეს მომენტი კარგად აჩვენებს კონტრასტს. ალისას გონება, მისი რაციონალური ნაწილი ცდილობს ლოგიკური ახსნა მოუძებნოს აბსოლუტურად ალოგიკურ სიტუაციას. ხო. გამოიყენოს სასკოლო ცოდნა იქ, სადაც ის აშკარად არ მუშაობს. და აქ დაფიქრდით, როგორ აღიქმება ეს შინაგანი ქაოსი, როცა ტექსტი თავად არის ასეთი ზედმიწევნითი სიზუსტით, 1865 წლის სტაბილური მოწესრიგებული ტიპოგრაფიით წარმოდგენილი თქვენს ეკრანზე. მართალია. ხომ არა ძლიერებს ეს კონტრასტი თავად აბსურდის განცდას? კი, საინტერესო დაკვირვებაა. ვარდნის შემდეგ, როგორც იქნა, ეცემა ფოთლების გროვაზე და ალისა გრძელ დაბალ დარბაზში აღმოჩნდება. სულ ჩაკეტილი კარებია ირგვლივ. და პატარა სამფეხა შუშის მაგიდა დგას შუაში. დიახ, და ზედ პაწაწინა ოქროს გასაღები დევს. სინჯავს კარებზე, მაგრამ არც ერთს არ ერგება. ბოლოს პოულობს პაწაწინა კარს, ფარდის მიღმა, რომელიც ამ გასაღებით იღება და ულამაზეს ბაღში გადის. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თვითონ ვერ ეტევა. კლასიკური მოტივი არა, სასურველი სამყარო აქვეა, ხელმისაწვდომია, მაგრამ ფიზიკურად მიუღწეველი. ზუსტად. და ალბათ ეს მომენტი, როცა ორიგინალურ ილუსტრაციასაც ხედავთ, ტენილის ნახატს, კიდევ უფრო მზაფრად აღიქმება ეს სურვილი და შეუძლებლობა. ნამდვილად. და სწორედ აქ, ამ უიმედო მომენტში, მაგიდაზე ჩნდება იდუმალი ბოთლი. წარწერით, დამლიე. კი, დამლიე.
ალისა ჯერ ფრთხილობს, ამოწმებს, საწამლავი ხომ არ აწერია სადმე, რაც მის პრაგმატულ ცოტა ეჭვიან მხარეს გვიჩვენებს. ხო, საკმაოდ ჭკვიანურია. მაგრამ მერე მაინც სვამს და კეროლი გემოს აღწერს, გახსოვთ, როგორც აი ალუბლის ტარტის, კრემის, ანანასის, შემწვარი ინდაურის, ტოფის და კარაქიანი ტოსტის ნაზავს. ეს სენსორული დეტალების სიუხვე მართლაც კეროლის სტილის ნაწილია. ფანტასტიკურ სიტუაციას თითქოს ხელშესახებს ხდის. ხო, და ამ კონკრეტულ გამოცემაში ალბათ საინტერესოა დააკვირდეთ, როგორ გამოიყურება თავად ეს წარწერა დამლიე, იმ დროინდელი შრიფტით, ალბათ რაღაც განსხვავებული შეგრძნებაა. კი, სავარაუდოდ. და აი მოულოდნელი შედეგი. ალისა პატარავდება სულ რაღაც 10 ინჩამდე. მაგრამ ვაი რომ პრობლემა ისევ ჩნდება. გასაღები მაგიდაზე დარჩა. და მაგიდა ახლა მისთვის ძალიან მაღალია. დიახ, და ვეღარ წუდება. ის სტირილს იწყებს, ძალიან გულგატეხილია. მერე საკუთარ თავს უბრაზდება, ამხნევებს და ამ დროს პოულობს პატარა შუშის ყუთს ნამცხრით. რომელსაც აწერია შემჭამე. შემჯამე, დიახ. ეს მისი შინაგანი დიალოგი, საკუთარ თავთან საუბარი, თვით დისციპლინის მცდელობა, ტირის, მერე თავს იკავებს, ძალიან ადამიანურია, რა? ნამდვილად. ეს მუდმივი საუბარი საკუთარ თავთან მისი ხასიათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მთელი წიგნის განმავლობაში. და, რა ვიცი, საინტერესოა, როგორ ეხმიანება ეს ვიქტორიანული ეპოქის თვითკონტროლის იდეალებს. შეიძლება. რომლებიც შესაძლოა წიგნის აი ამ ძველებურმა ვიზუალურმა სტილმაც კი გაგახსენოთ თქვენ, როცა კითხულობთ. კი, შესაძლებელია. და აი ჭამს ნამცხვარს და იწყება მეორე თავი, ცრემლების ტბორი. რა ხდება? ალისა უზარმაზარი ხდება. 9 ფუტზე მაღანი. თავით ჭერს ეხება. ახლა რა თქმა უნდა შეუძლია გასაღების აღება. მაგრამ ისევ პრობლემაა. კი, ახლა საერთოდ ვებარეტევა იმ პატარა კარში. ისე ვიწყებს ტირილს, ოღონდ ამჯერად იმდენს ტირის, რომ მისი ცრემლები დარბაზში დიდ თბორს ქმნის 4 ინჩის სიღრმისას. სხეულის ზომის ეს მუდმივი ცვლილება და პატარავება, გადიდება ერთ-ერთი ცენტრალური თემაა, ხომ? ეს შეიძლება იყოს ზრდის პროცესის, იდენტობის ძიების რაღაც მეტაფორა. ან უბრალოდ. ან უბრალოდ საოცრებათა ქვეყნის აბსურდული, უცნაური ლოგიკის ნაწილი. მაგრამ აი ისევ დაუბრუნდეთ ფორმას და შინაარს. დაფიქრდით, როგორ მოქმედებს ქვენზე ამ რადიკალური და, მოდი ვთქვათ, ქაოტური ცვლილებების აღქმა, როცა ისინი წარმოდგენილია ამ სტაბილურ, ისტორიულ, აი თითქოს ურყევ ფორმატში. ხო, თითქოს ფორმა და შინაარსი. თითქოს ფორმა ეწინააღმდეგება შინაარსის არასტაბილურობას. ეს ქმნის დამატებით დაძაბულობას, მგონია. მართალია. ჩვენ ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვადგამთ ალისასთან ერთად ამ ძალიან უცნაურ სამყაროში, სადაც ლოგიკა მუდმივად თავდაყირად დგება და ყველაფერი, მათ შორის თავად ალისაც კი, მუდმივად იცვლება. დია, ეს მხოლოდ დასაწყისია. და აი საბოლოო კითხვა თქვენთვის ჩვენი მსმენელისთვის. როგორ ცვლის თქვენს გამოცდილებას ის ფაქტი, რომ თქვენ წინაშეა არა უბრალოდ თანამედროვე გამოცემა, არამედ 1865 წლის წიგნის ზედმიწევნითი ციფრული ასლი, თავისი ორიგინალური ილუსტრაციებით და ტიპოგრაფიით. ხომ არ ქმნის ეს ფორმალური სიზუსტე და ისტორიული ჩარჩო კიდევ უფრო ღრმა, კიდევ უფრო საინტერესო კონტრასტს წიგნის შინაარსის არალოგიკურ, სიზმრისეულ და ხანდახან ცოტა შემაშფოთებელ ბუნებასთან. საფიქრალია, ნამდვილად. ეს ის საკითხია, რაზეც ალბათ თავად იპოვით პასუხს ამ მასალების კითხვისას ან ხელახლა გადათვალიერებისას.